ეს არის მომენტი, რომელიც ევროპის უსაფრთხოებისთვის თაობაში ერთხელ დგება და ჩვენ ყველამ უნდა გადავდგათ ნაბიჯი წინ. Ამ სიტყვებით გახსნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა 2 მარტს ლონდონში ევროპელი ლიდერების თავდაცვის სამიტი. კირ სტარმერის მასპინძლობით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა ევროპული სახელმწიფოების 13-მა პრემიერ-მინისტრმა და 2-მა პრეზიდენტმა მიიღო. მათ შორის განხილვაში მონაწილეთა შორის იყვნენ არაევროპული სახელმწიფოს კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი. სამიტის მონაწილეებს შორის ასევე ხვდებით ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტეს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას. მხარეებმა უკრაინაში ომის დამთავრებისა და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების გზები, ასევე ევროპის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. სამიტის გახსნით სიტყვაში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპელი ლიდერები უკრაინის გვერდით მანამდე იდგებიან, სადამდეც ეს საჭირო იქნება. სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სტარმერმა საზოგადოებას აუდიენციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებებიც გააცნო. კერძოდ, პრემიერის განცხადებით დიდი ბრიტანეთი გამოყოფს $1.6 მილიარდ სტერლინგს უკრაინისთვის 5000 საზენიტო რაკეტის შესაძენად. მისივე თქმით, საზენიტო რაკეტები დამზადდება ბელფასტში, რაც სამუშაო ადგილებს შექმნის დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სექტორში. სტარმერის განმარტებით, მათი მიზანია უკრაინის დაყენება ძალიან ძლიერ პოზიციაში, რათა ომში მყოფმა ქვეყანამ მოლაპარაკებების წარმოება სწორედ ამ პოზიციიდან შეძლოს. ეს ეხლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად და უკრაინის გასაძლიერებლად, რათა მშვიდობა ვუზრუნველყოთ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ წარსულის შეცდომებზე. არ შეგვიძლია მივიღოთ მინსკის შეთანხმების მსგავსი სუსტი შეთანხმება, რომელიც რუსეთს მარტივად შეუძლია რომ დაარღვიოს. ამის მიღმა კირ სტარმერმა ფართო საზოგადოებას 1 მარტს მიღებული გადაწყვეტილებაც აუწყა, რომლის თანახმადაც ბრიტანეთი უკრაინის დასახმარებლად $2.2 მილიარდ ფუნტს გამოყოფს. ეს თანხები გაყინული რუსული აქტივებიდან იქნება უზრუნველყოფილი. გარდა ამისა, ბრიტანეთის პრემიერმა თქვა ისიც, რომ ევროპელი ლიდერები ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად 4 მნიშვნელოვან ნაბიჯზე შეთანხმდნენ. პირველ რიგში ჩვენ გავაგრძელებთ სამხედრო დახმარების მიწოდებას და გავაგრძელებთ რუსეთზე ეკონომიკური წნეხის გაზრდას, რათა უკრაინა ახლავე გაძლიერდეს. მეორე, ჩვენ შევთანხმდით, რომ ნებისმიერმა გრძელვადიანმა მშვიდობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება და უკრაინა უნდა იყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან. მესამე, სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის თავდაცვითი უნარების გაძლიერებას, რათა აღკვეთოთ ნებისმიერი სამომავლო თავდასხმა. მეოთხე, ჩვენ უფრო შორს წავალთ და შევქმნით მსურველთა კოალიციას, რათა უკრაინაზე შეთანხმება დავიცვათ და უზრუნველყოთ მშვიდობა. ლონდონის სამიტის დასრულების შემდეგ საერთაშორისო პრესის ფურცლები კიდევ ერთი საყურადღებო სიახლით აჭრელდა. როგორც ცნობილი ხდება, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო უკრაინასა და რუსეთს ნაწილობრივ ერთ თვიან ზავს თავაზობენ, რომელიც სახმელეთო საბრძოლო მოქმედებებს არ მოიცავს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა გაზეთ ფიგაროსთან ინტერვიუში ისაუბრა. მაკრონის თქმით, ცეცხლი კონფლიქტის ზონაში, საჰაერო და საზღვაო სივრცეში, ასევე ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე უნდა შეწყდეს. ფრანკო-ბრიტანული გეგმის თანახმად ეს მშვიდობის დამყარების პირველი ეტაპი იქნება. რის შემდეგაც უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების განთავსება გახდება შესაძლებელი. სტარმერის თქმით კი, გეგმის შემუშავების პროცესში შესაძლოა 1 ან 2 სხვა ქვეყანაც ჩაერთოს, რაც მისივე განმარტებით მსურველთა კოალიციას შექმნის. ჩვენ დღეს ისტორიის გზაჯვარედინზე ვდგავართ. არ არის მეტი საუბრის დრო. დროა ვიმოქმედოთ და გავერთიანდეთ ახალი გეგმის გარშემო. სამართლიანი და მტკიცე მშვიდობისთვის. ლონდონში თავდაცვის სამიტის გამართვა ბრიტანელმა პრემიერ-მინისტრმა 28 თებერვალს თეთრ სახლში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ გადაწყვეტა. მსოფლიოს მასშტაბით პირდაპირ ეთერში გადაცემული შეხვედრა უპრეცედენტოდ მწვავე კამათში გადაიზარდა ტრამპს, ზელენსკისა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა, ხოლო თეთრმა სახლმა შეხვედრის შემდეგ ტრამპსა და ზელენსკის შორის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია გააუქმა. ევროპელი ლიდერების თანამონაწილეობით გამართულ სამიტზე ბრიტანეთის პრემიერი ცხადია, ოვალურ კაბინეტში მომხდარსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არასასურველი სანახაობის მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ სანდო მოკავშირედ რჩება და მათი ჩართულობის გარეშე ევროპის გეგმა გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევასთან დაკავშირებით შეუსრულებელ მისიად დარჩება.